მე შევიმუშავე რამოდენიმე იდეა პოლიტიკოსებთან საურთიერთობოდ და ერთ-ერთი არის კონტრაქტი. ახლა არჩევნები რომ ჩადარდეს, ჩვენ საკანონმდებლო ცვლილებებს ფიზიკურად ვერ გავატარებთ. არჩევნები რომ ჩადარდეს, ჩვენ ხმის მიცემის პროცესის ხარისხს ვერ უზრუნველყოფთ, რომ ამის რესურსი და ბერკეტები არ გაგვაჩნია. არჩევნები რომ ჩადარდეს, ჩვენ არ გვაქვს იმის რესურსი, რომ ახალი პოლიტიკოსები მოვიყვანოთ პოლიტიკაში. მე აქ საბედნიეროდ თითქმის ერთი თვე რას დავდივარ, ძალიან ბევრ კარგ ადამიანს ვხვდები. მაგრამ სამწუხაროდ არაფერი არ ვიცით ერთმანეთის შესახებ და ამ ადამიანებმა როც მოინდომენ პოლიტიკური პარტიის დაარსება, კოლოსალური თანხები და დრო დაჭირდება, რომ ხალხმა გაიჩინოს. და ამის მიზეზი ერთადერთია. ტელევიზიები დახურულია ყველასთვის და ტელევიზიები არანაირად არ უწყობენ ხელს ახალი სახეები გამოჩნდეს პოლიტიკაში. სრულად შემთხვევით, აი მაინტერესებდა ხა პოპულარული ტერმინია სახელმწიფოს მიტაცება. ოპოზიცია აბრალებს ხელისუფლებას სახელმწიფოს მიტაცებას და მე გადავწყვიტე პატარა ესეთი ფურცელი დამეკეთებია, რომელზეც იქნებოდა ახსნილი მეთარგმნა ვიკიპედიიდან რას ნიშნავს სახელმწიფო მიტაცება, მაგრამ უკეთეს მასალებს დავაწყდი ინტერნეტში. სრული კვლევა, რომელიც უჩვენებს როგორი სქემებით მუშაობს სახელმწიფოს მიმტაცებლები. და ეს სწორედაც საბჭოთა სისტემის დამახასიათებელია პოსტსაბჭოთა ქვეყნების. რას ნიშნავს სახელმწიფოს მიტაცება? როდესაც აცხადებს შეხარ დემოკრატია და ხალხი მხოლოდ გახსენდება მაშინ, თუ გინდა მიტინგებზე შენ დაგიჭირო მხარი, მნიშვნელობა არ აქვს ოპოზიცია ხარ თუ ხელისუფლება, ანდა არჩევნებზე მოიყვანო ხალხი, რათა დაფიქსირდეს ხალხის მოსვლა. დროხმებს ისედაც აყალბებენ და ჩვენი ხმის მიცემა იმდენად არავის არ აინტერესებს. ასე იყო სამწუხაროდ ყველა არჩევნები საქართველოში ჩვენი პირველი არჩევნების გარდა. და ამ მასალებს, როდესაც თარგმნიდი, გაუგნებული დავჭი, რომ ზუსტად გამსახურდიას ხელისუფლების ხუთის მიერ დამხობის შემდეგ თურმე ყველა პოლიტიკური პარტია, სულ ის ოპოზიციაში თუ ხელისუფლებაში, ახდენდა სახელმწიფოს მიტაცებას. რაში გამოიხატება ეს? ისინი იპყრობენ ყველა საგანმანათლებლო ინსტიტუციას და არაძლევენ ინფორმაციას ახალგაზრდებს, მოსწავლეებს, სწორი სამოქალაქო განათლება. აი სწორი აქცენტები, რაზედაც მე ვსაუბრობ. დახურულია ყველა ტელევიზია ასე ჩემნაირი ნეიტრალური ადამიანებისათვის. ხდება უზურპაცია კანონების, პარლამენტის და ყველაფრის ისახდება შემუშავება. ამას მე გეუბნებით მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევების დეფინიციები, რა არის განმარტება სახელმწიფო მიტაცების. კანონების შემუშავება ისე ხდება, რომ ბუნებრივი რესურსები, ტენდერები, გრანტები, ეს ყველაფერი აღმოჩნდეს კორუმპირებული ელიტის ხელში, რომელიც იწყებს ფულის შოვნას ხალხის ხარჯზე, ასე ლეხურად რო თქვა. რა არის გრანტებში, როგორ არის ჩადებული? მე თავად მუშაობდი საერთაშორისო ორგანიზაციებში 10 წლის განმავლობაში და გრანტებში არის ასეთი პუნქტები, როდესაც წარადგენ განაცხადს, იმ განაცხადზე უფლებას კარგავს შენ როგორც ავტორი და დონორ ორგანიზაციას უფლებას შენი განაცხადი გამოიყენოს. და ხშირია შემთხვევები, რომ აი ამ შენ განაცხადს იღებენ და აძლევენ სხვას. როგორც წესი, ეს არის თავისი შიგა წრის ადამიანები, რომლებიც აქვე როგორც წესი არასწორად და ცუდად ახორციელებენ აი ამ პროექტებს და მხოლოდ და მხოლოდ ფულისათვისებით ხდება ამ თანხების ათვისება. რათია ეს განპირობებული? თუ კი ეს სამოქალაქო განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის გამოყოფილი მსოფლიო ბანკის
ევროკავშირის ამერიკისთან ხელი ათობით თუ გვახსოვს 4 მილიარდი, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ ჩამოვიდა საჩუქარი ამერიკიდან და მივიღეთ მეორე პარლამენტი ქუთაისში და მეორე პრეზიდენტის სასახლე. 800 მილიონად მე მქონდა გაკეთებული დასავლეთ საქართველოს განვითარების სტრატეგიები და 800 მილიონი საკმარისი იყო მთელი საქართველოს მასშტაბით საოჯახო ფერმერული მეურნეობების განვითარებისთვის. თავისი სამებას ვეძახდით ჩვენ წვინიცი ასე მქონდა ჩადებული კოოპერატივები, გადამამუშავებელი შემნახველი სადისტრიბუციო პუნქტები, რომელიც აღჭურვილი იქნებოდა ხარისხის კონტროლის ლაბორატორიებით. ამ პროექტის მაგიერ ჩვენ მივიღეთ პარლამენტის შენობა ქუთაისში, რომელიც არავის ჩირდება და დღეს უსარგებლო პარტიის ეძახიან ქუთაისლები და პრეზიდენტის სასახლე. მე არ ჩავეძიები დეტალებში რა თანხები სად იპარებოდა და სად ხდებოდა მათი kickback ამოღება. მაგრამ თვალსაჩინოდ ვიცით ჩვენ ეს ორი შენობა, რომლის თანხებით ძალიან დიდი დახმარება იქნებოდა თითოეული მოქალაქისთვის მიკრო, მცირე და საოჯახო ფერმერული მეურნეობების განვითარებისთვის. მე ბრიტანეთიდან დავბრუნდი შაშონდა, ჯერ კიდევ მახსოვს გემო, კარაქი. საქართველოში ვერც ერთი კარაქი ვერ ვნახე, რომელსაც კარაქის გემო აქვს. ხორცი, ქათმის ხორცი, საშინელება, საერთოდ ვერ ვჭამ ქათმის ხორცს. სანამ არ დამავიწყდება ბრიტანული გემოები და იქნა ვიყავი დამლაგებელი, არალეგალი. და შემეძლო მეკვება ჩემი შრომით, მეკვება სრულყოფილად. რა და ყოფილიყავი ძალიან რა ვიცი, მართლა რა გიდოდა, რას მოდიოდი და სად მოდიოდი ჩემთან საზრეუნების შიდა. და რა უნდა შევცვალოთ მაშინ, აი რა გავაკეთოთ, ვისთვის კიდევ გავართ ქუჩაში, რომ ვიღაცა მანიპულირებით მოახდინოს დესტაბილიზაციები და გავაგდოთ ხელისუფლება. ორივე ხელით მომხრევარ ოცნების გაგდების. ორივე ხელით მომხრევარ ამათი გასამართლების და მათი მთელი ფულების დაყადაღების და დაბრუნების ხალხისთვის. აი მსგავს პროექტებში, რომლებიც მე ჩამოვთვალე. მაგრამ გააკეთებს კი ამას ახალ არჩეული პოლიტიკოსები, ან ვინ არიან ისინი და რა დანაშაულები აქვს ჩადენილი მათ თავის დროზე, სანამ არჩევნებზე მოვიდოდნენ, აი ახალ არჩევნებზე მაქვს საუბარი. ამიტომ მე მაქვს ერთი იდეა. ჩვენ არ გვაქვს ბერკეტები არანაირი ხელში, მაგრამ გვაქვს ბერკეტები საკუთარ ნებაზე, საკუთარ არჩევანზე. თუკი ჩვენ სოციალური ქსელების მეშვეობით ვიმუშავებთ სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილებებზე, მეც მაქვს ასეთი ინიციატივები, პეტიციებად ქცეული, განვიხილავთ ერთმანეთში, პეტიციების ხელმოწერით დავადასტურებთ, რომ ეს რომელიც მოგწონს ყველას გჭირდება, აი მერე უკვე გვაქვს სალაპარაკო კანდიდატებთან, პოლიტიკურ პარტიებთან. ჩვენ გვაქვს უფლება დავიბაროთ ისინი, წარუდგინოთ ის პეტიციების პაკეტი და შევთავაზოთ. თუკი თქვენ მოაწერთ ხელს კონტრაქტს, რომ არჩევის შემთხვევაში თქვენი პარტია 100 დღის ვადაში პარლამენტში გაიტანს ამ ცვლილებათა პაკეტს და დაუჭერს მხარს, მაშინ მოგცემთ ხმას. თუკი ამას ხელს არ მოაწერთ, ეს იქნება ჩვენთვის ნიშანი, ეს პარტია არ არის საჩვენო და გვეუბნება ჩვენ ამოვშალოთ ხმის მისაცემი კანდიდატებიდან, ანუ არ მივცეთ ხმა. მეორე, ის პარტია, რომელიც არ შეასრულებს აი ამ კონტრაქტის პირობებს და პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში არ გაიტანს და არ დაუჭერს მხარს ჩვენთვის ასურველ კანონებს, ანულირდება მათი მანდატები და 6 თვეში უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. იმ შემთხვევაში თუ ეს პოლიტიკოსები და აი ამ
რეაგირებას ჩვენ ვერ მოვახდენთ. არ წამოგვყოლია რომ ეს კანონი შეიცვალოს, ჩვენ გვაქვს უფლება ისე გაქრეს ეს პარტია, როგორც გაქრა მოკავშირე, აღორძინება, დემოკრატები და ასე შემდეგ. უბრალოდ დავივიწყოთ მათი არსებობა, მხოლოდ გვახსოვდეს იმისთვის, რომ იმ პარტიის წევრები თუ კი აღმოჩნდებიან რომელიმე პარტიაში, იმ პარტიას არასდროს დაუჭიროთ მხარი. გამოუცხადოთ ამ ადამიანებს ბოიკოტი. მაგრამ თუ კი ჩვენ შევძლებთ საკანონმდებლო ცვლილებების გატარება, ასეთი პარტია, რომელიც მოატყუილებს ხალხს, იმ პარტიას უნდა აეკრძალოს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური საქმიანობა და მათ წევრებს, ლიდერშიპს აეკრძალოს საჯარო სექტორში სამსახური, განსაკუთრებით მაღალ თანამდებობებს. ეს არის ჩემი მოსაზრება. მე დაგირიგებთ ამ კურსლებს და მეორე იდეა, რომელიც მე 20-21 წელს შევთავაზე თავდაპირველს, მაგრამ კატეგორიული უარი მივიღე, გადაცემათა ციკლი. წინა საარჩევნო დებატების მაგიერ გაკეთდეს გადაცემათა ციკლი, რომელიც იქნება რატომ დაგიქირაო. და სტრუქტურა აი ამ გადაცემების ზუსტად ისეთი იქნება, როგორც არის დიდი ჰოლდინგების, კომპანიების, CEO-ების, აი აღმასრულებელი რგოლის დაქირავების დროს ხდება. აი გაჩნობა პიროვნული CV, დეკლარაციები, ეს ისეთი არა, რომ ვიღაცამ წაიკითხოს, არა, ეს არის დეტალური განხილვა, აი როგორც ჟურნალისტური გამოძიებები, ნამდვილი ინფორმაცია უნდათ თუ არა ამ ადამიანებს დეკლარაციებში, ამ თუ არა მართლა სათანადო ცოდნა და გამოცდილება. შემდეგი გასაუბრება წევრებთან იმისთვის, რომ მივხვდეთ, რომ აი ეს რომ მიდის ჯანდაცვის სამინისტროში, იცის თუ არა, რას ნიშნავს სამინისტროს მუშაობა. ანუ ჩვენ უნდა გავხდეთ, კეთილი ვინებოთ, დღეს არის ყველა რესურსი ამისთვის, ამზარდოთ საკუთარი თავი და გავხდეთ ხელისუფლების დამქირავებელი. აი მაშინ გავხდებით ჩვენ მასა და ბოლტი არა, გავხდებით მისი უდიდებულესობა საქართველოს მოქალაქე. საბედნიეროდ, მე მიხარია, რაც ერთი თვე საუბრობ ისწავლებზე. ქუთაისში ვერ ვიტყვი იგივეს, ქუთაისში ჯერ კიდე დიდი განწყობილებაა ამ კუთხით. მე ხალხთან რასაც საუბრობ, პოლიტიკური თვითშეგნება, ასე დავარქმევდი, არის ძალიან მაღალი. უმეტესობა აქ მყოფ საზოგადოებაში. მაგრამ ჯერ არ გვაქვს პოლიტიკური კულტურა. პოლიტიკური კულტურა კალიბდება ასეთი პეტიციების შექმნით. ერთმანეთისთვის გაცვლით. აი ასეთი ვიღაც რომ დადგება მიკროფონით და ჩვენ გავჩერდებით და მოვისმინოთ. პოლიტიკური კულტურა არის მოусმინო იმასაც, ვისაც არ მეთანხმები. მე ავიტანო ისიც, ვინც ძულს. რომ საქართველოს ეკუთვნის ყველას. ის მკვლელია, ქურდია, ქოჩია, ნაცია, პრორუსია, ამ ასპექტში მნიშვნელობა არ აქვს. მათ ყველას აქვს უფლება იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და ისარგებლონ ყველა კეთილდღეობით, რაცაც აქ ქმნით. და ბოლოს ერთი ფაქტორი, რომელზედაც ხშირად მე დავებია, მე მივმართავ ეთნიკურად ქართველებს. ხშირად მეუბნებია, რომ ამას ჩამოგართმევენ როგორც ფობია, ასე. მე ჩამოვედი ბრიტანეთიდან, სადაც მე-4 წელია სიმსივნეს ვებრძვი და ეს წლები ეხლა რაც ჩამოვედი, მე ბრიტანეთმა მაჩუქა. მაგრამ ჩემ ბრიტანეთი ეკუთვნის ბრიტანელებს და მერე იზრუნენ მათ ჩემზე, არალეგალ კანონდამოღების. აი ასე მინდა მე ვიყო ნებისმიერი უცხოელისთვის, რომელიც ჩემ მიწაზე იცხოვრებს. მაგრამ რატო ქართველები საქართველოსთვის? მაგრამ საქართველოს სახელი ნიშნავს მიწას, სადაც ქართველები ცხოვრობენ. ჩემთვის სხვა ასეთი მიწა არ არსებობს. მე შეიძლება ვიმუშაო სხვა ქვეყანაში, ძალიან კარგად ვიგრძნო თავი ნებისმიერ სახელმწიფოში, მაგრამ ჩემი ერქმევა მარტო საქართველოს. და ამიტომ ჩვენ გვაქვს უფლება ამახნი ვიყოთ, რომ საქართველო ქართველებისაა.
ყველა გაუგნებული იყო ჩვენი ფეხბურთელები და რაგბისტებით. რატომ? არც ერთ სახელმწიფოს მსოფლიოში არ ყავს ეროვნული გუნდები. მარტო ქართველებით და დაკომპლექტებული რაგბის, კალათბურთის თუ ფეხბურთის გუნდები. ყველა ამას აღნიშნავს. ამაში მე ვერაფერს ვერ ხედავ. და მე ძალიან მიყვარს ყველა ერი, მაგრამ მე არ მინდა გაქრეს ჩემი ერი. მე ჯერ კიდევ 25 წლის წინ, როდესაც ახალგაზრდებს ტრენინგებს უტარებდი და მკითხეს, აი რა გვინდა ჩვენ, მაია მასწავლებელო. ბევრი ვიფიქრე ამ კითხვაზე და ყველა პრობლემა რო გაერთიანდა, ხედვის გამოყვანის ფორმულები არსებობს, ასეთი ფორმულა მივიღე. ქართველი ერის, გენის, სახელმწიფოს სულიერი ფიზიკური გადარჩენა და გაძლიერება. აი ესაა ჩემი ხედვა. და მე მინდა ახლა მოგმართოთ ყველას, ვინც იზიარებთ ამ ხედვას და ვისაც გინდათ, რომ ქართველი ერი, აი ჩემთვის არა. მე ჩემი ჯანმრთელობიდან გამომდინარე და ასაკითაც. მე წარმავალი ვარ და ღმერთმა ნუ წაიყვანოს ამ ქვეყნიდან ახალგაზრდები. და ჩვენ წავსულიყავით და იმათთვის დაგვეტოვებიო ძლიერი საქართველო, მაგრამ ეს ბრძოლა და ეს ომი არის ჩვენი, ჩემი თაობის, და ჩვენი დანაშაულია, და ჩვენ 30 წელი წავარდვით ამ ბავშვებს და საკუთარ თავსაც. 30 წელი მივეცით უფლება მატყუარებს, ახლა რაც ჩამოსული ვარ, ყველა ჩემი ნაცნობი გამოვიყენე, რომ გავიგო რაზე ლაპარაკობენ საზმაოსთან მოლაპარაკების ჯგუფები. ყველა მეუბნება, რომ არ გამხელთ, რადგან ბიძინამ არ გაიგოს. მეკითხები პოლიტიკოსებს, რაზე საუბრობთ, დახურული კარს მიღმა, არ ყველაფერს არ ვიტყვით, ახლა ბიძინამ ხარ უნდა გაიგოს. დიდი ბოდიში ბატონებო, ბიძინამ ყველაფერი იცის. დღეს მოსმენის ტექნოლოგიები ისე დონეზეა აყვანილი, რომ 200 მეტრიდან შეიძლება აი ამ საუბრებიდან გამოარჩიო ცალკეული ხმები და იმას მოусმინოს და ერთადერთი ვისაც უმალავთ ყველაფერს არის ქართველი ხალხი. არავის არ აქვს უფლება, მათ შორის მეც, რაიმე გადაწყვეტილება მიიღო საქართველოსთან დაკავშირებით ნებისმიერი ქართველის თანხმობის გარეშე. ძალიან ტკივა, რომ შეიძლება აი ასეთი ბრძოლის შესაძლებლობა ჩვენ მეორეჯერ არ მოგვიქცეს. და არავინ არ იცის ამ გაურკვეველ, იცით მე ხშირად ვადარებ საქართველოს პროცესის კიბოსგან ვითარებას. როგორ ვითარდება კიბო? ჩუმად. მოლეკულურ დონეზე იპყრობს ჯანსაღ უჯრედებს და იხდის აი ამ ჯანსაღ უჯრედებს თავისად. და ესე ვითარდება მეტასტაზება და დავიქმნით ერთი, რომელი სტრუქტურა, რომელი ტელევიზია, რომელი სამინისტრო, რომელი ინსტიტუცია განათლება ჯანდაცვა გეგულება, რომელიც აი ამ კორუმპირებულ მეტასტაზებს არ ყავს დაავადებული. ერთადერთი გამოსასვლელი კიბოსთან ბრძოლის არის ერთი საკუთარი თავიდან ამოკვეთო, ის რისი მოკლაც არ შეიძლება და განადგურო შენ სხეულთან ერთად რაც კიდე პატარაა და მოერევა. ქიმიოთერაპია, რადიო, ეს ყველაფერი ანადგურებ, პირადად ხავს გამოცდილ როგორ ანადგურებს. ქალი, რომელიც სკუტერით დავდიოდი 1 წლის წინ, დღეს ჯოხითაც ვერ დავდივარ და ყოველ დღე რუსთაველზე როცა მოვალ 3 დღე მძინავს. და მე არ მაქვს უფლება ცოდნა, რომელიც დავაგროვე წლების განმავლობაში, არ დავტოვო. დიდი ბოდიში ასეთი ემოციებისთვის და მადლობა რომ მომისმინე. მე შეიძლება